კვლავ ლაპარაკობს დუგეშინის სცემაზე სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელიც სოფლსა ვერ ხელეწიფების მოღებად. ვერ ხედავს. ანუ სულიწმინდა ღმერთი მოსულია 2000 წლის წინ, სულთმოფენობისას, მაგრამ არ შეუძლია მისი მიღება. არ შეუძლია მისგან დუგეშინის სცემა, ამიტომ სასოწარკვეთილებაშია მთელი სამყარო ჩაძირული და სასოწარკვეთილებას გაურბის გართობით, მაგრამ ეს არ შველის და შეუქცევადად მთელი სამყარო მიდის დაღუპვისკენ. და რატო არ შეუძლია მიიღოს სულიწმინდა ღმერთი და მისი ხმა რატო არ შეუძლია გაიგოს, იგრძნოს, განიცადოს, იმიტომ რომ ვერ ხედავს, არ იცის იგი, იმიტომ ვერ ხედავს და იმიტომ არ იცისო ქრისტეს არ განადიდებს თავის გულში წმინდა წერილი გვასწავლისო სულიწმინდის მიღებისათვის, გაგებისათვის, აღქმისათვის საჭიროა რომ ჩვენს გულში ძეღთისა განკაცებული ღმერთი დიდებოდეს, ხოლო თქვენ იცით, რამე თუ თქვენთან არს და თქვენთანა იყოს მაგრამ ეს სიტყვები ერთისთვის სასიხარულოა, რა კარგია ფერმა სამყარომა თუ არის, მაგრამ ვიცი. მაგრამ ეს სიტყვები პასუხისგებლობით მკვირთავს. თუ ვიცი და თუ განვიცდი, შესაბამისად უნდა ვიცხოვ. ანუ პასუხისგებლობით დატვირთული ხდები ამ სიტყვებით, როცა მეუბნება რომ შენ იცი თეოდორე და შენთანა არის. არა დაგიტოვნე თქვენ ობლად, აქაც ჩანს, მამათ თვლის თავის თავს ჩვენს მიმართ. მამას ეუბნება, მამა შეუძლია შვილს უთხრას, რომ მე ობლად არ დაგტოვებ. ქრისტე მეუბნება, რომ მე შენ ობლად არ დაგტოვებ. უგეშინია, არა დაგიტევნე თქვენ ობლად, მოვიდეთ თქვენ და რას ნიშნავს? რა თქმა უნდა, იგულისხმება ჩვენი გარდაცვალებაც, მაგრამ ყოველწამიერი შეხება, როცა ხდება ზიარების დროს, გონებისმიერი ლოცვის დროს, ჩვენგან მოულოდნელად, ყოველთვის პერიოდულად ის გვეხება ჩვენ. სოფელი ესე არ ამხედვია, როგორც სულიწმინდა ღმერთს ვერ ხედავს, ისევე ქრისტეს ვერ ხედავს, სოფელი ესე არ ამხედვიდეს, ხოლო თქვენ მხედვიდეთ. ანუ თქვენ მხედავთ კიდევ პასუხისგებლობის წინაშე მაყენებს და ეხლა მე განმიმარტავს, რატო მხედა, რატო შეიძლება მე ვხედავდე ქრისტეს და რატო სოფელი ვერ ხედავდეს და მე მიხსნის, რამე თუ მე ვარ ცხოველი, ანუ მე ვარ ცხოველი თანამედროვე ასოციაციას უჩეს თანამედროვე ადამიანს ცხოველი. ცხოველი ნიშნავს ცოცხალს. და ამიტომ ხანდახან თანამედროვე სიტყვით გეუბნებით ხოლმე. რამე თუ მე ვარ ცოცხალი და თქვენც ცოცხალი ხართ, იყვენით, ცოცხალი ხართ. ცოცხალი უნდა იყოთ, ცოცხალი. ცოცხალი არა ბიოლოგიურად, არამედ მარადიულად, აი მარადიულ სიცოცხლეზე რო იყო, უკუნისამდე დაადგეს. ანუ თქვენში მარადიული სიცოცხლეა და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ რომ მე დამინახოთ. რა თქმა უნდა, ვიზუალურ ხედვაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ნუ გავიწყდება რომ ვიზუალური ხედვა ეს არის მატერიალური ხედვა. წეგან თქვი, როგორც ტელესკოპით, დურბინით ვერ დაინახავ ღმერთს, რა თვალი კი არ განსხვავდება. იგივე ობიექტივია. როგორც ფოტოაპარატს არ შეუძლია დაინახოს ღმერთი, ისე თვალს არ შეუძლია, ეს ერთ და იგივე პრინციპით მუშაობს. ანუ როცა საუბარია ხედვაზე, სხვა რამეზეა საუბარი. მისტიკურ ხედვაზეა, მისტიკურ ჭრეტაზეა საუბარი. და როცა შეუქმნენ ნათელს ხედავდეთ და გამოცხადება ქონდათ, იქაც მისტიკური ჭრეტა იყო ყოველთვის. რაღაცა ხდება ადამიანში, წამის ყოფაში, განხრთობილ მდგომარეობაში მოდის ადამიანი და იმ განხრთობილი მდგომარეობით ხედავს. როგორც მოციქულები თაბორის თავზე განხრთობილი მდგომარეობით ხედავდნენ ქრისტესაგან გამოსულ ღვთაებრივ ნათელს და როგორც პალამა ამბობს, ვფიქრობ, ცხოველი ყოფილიყო დაბმული მთაზე, ის ცხოველი, თქვა, ცხვარი კი ვერ დაინახავდა იმ საღვთო ნათელს, ეს ჩვეულებრივი განათება კი არის. მას დღესაშინ ასე დროს, როცა ცოცხალი ხარ და მე დამინახავ, ასე დროს სცნა თქვენ რამე თუ მე მამისა, ჩემისათანა, თქვენ ჩემთანა და მე თქვენ შორის. აი ასე დროს ადამიანი ხედავს ყოვლადწმინდა სამება ღმერთის სიდიადეს და საკუთარ თავს მასში. ანუ ღმერთში ხედავს საკუთარ თავს. ოღონ ეს ხედვა უცნაურია და მისტიკურია, განიცდება შიგნით ამ სიტყვის ისეთი პირდაპირი გაგებით, რომ ამაზე პირდაპირი გაგებით შეუძლებელია ითქვას. განიცდება ღმერთი ჩვენს შიგნით, ჩვენს მისტიკურ სიღრმეში. ოღონ ეს განცდა უცნაური ფენომენია, რომელსაც ვერაფრით ვერ ახსნით. განიცდება სიტყვებით, განიცდება სიღრმისეულად, განიცდება, არ ვიცი, რაღაცნაირად განიცდება, რომელიც არ გამოითქმება, მაგრამ განიცდება ჩვენ შიგნით, მისტიკურ სიღრმეში.